დავიჯერო მაგდონის ამბარდავლობას იჩენთ კაროჩე და ბოდიშის მოხდა სიკვდილი გირჩევნია. ვის უნდა მოუხადო უკაცრავად? ვისაც ლანძღავდით, ხო იცით თუ ათასობით ბავშვი მკურნალობს. მილიციაში არ წახვიდი არა, იქ დავხვდები, მიდი. ბოლო ბავშვს მაინც ეცი ბლად პატივი ინვალიდი ბავშვი ყავს. შერა ძალიან ამეტანი ნახვი და აგივარდა თო თავში. საგილათაგად საქმე და ვერ გაგიგია. უცნობი მამაკაცი სატელეფონო ხაზის მეორე მხარეს ახლა 34 წლის მარტოხელა დედას სიცოცხლის ხელყოფით ემუქრება. უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ნომრიდან ზარი ლანა ხარებავას ტელეფონზე რამდენიმე თვის წინ ღამის პირველ საათზე შევიდა. საუბარში გარკვევით ისმის, რომ ვინმე თამაზი მას დედების ფონდისთვის ბოდიშის მოხდას აიძულებს. წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით ემუქრება. ზარი ახალგაზრდა ქალის ტელეფონზე მას შემდეგ შევიდა, რაც შშმპ შვილის დედამ დედების ფონდი თანხების მითვისებაში დაადანაშაულა. იქ სადაც მოყარ, ზუსტად იქ მოვ გამზრდელს. გაიგეთ ახლა წადი, მამა ჩემის მამასთან დანში გელოდები. ან ცოტა იმის იქით სადაც შენ გინდა, გაიგე? აი, ხლება გამზრდელი მერე გაიგებ შენ აიღებ თუ არ აიღებ ამ ყველა. გასაგებია. ვინ ხარ? ვინ? და ვინ ახარ? მუქარის ტერორისტ დაშინების მოსმენა ლანა ხარებავას პენსიონერ დედასთან და 3 მცირეწლოვან შვილთან ერთად მოუწია. მხოლოდ იმის გამო, რომ მისი ცერებრალური დამბლით, ეპილეფსია ვესტის სინდრომითა და მხედველობის ნერვის დაზიანებით დაავადებული მარიამისთვის ფონდში ჩარიცხული თანხის ამონაწერის გასაჯაროება მოითხოვა. რადგან სექტემბერში ქუჩაში შემწეობის სათხოვნელად გასულს, გამლელებმა უთხრეს, რომ მარიამის სახელზე დედების ფონდში თანხას რიცხავდნენ. ფონდიდან კი ქალმა დახმარება მხოლოდ ერთჯერადად ივლისში მიიღო. მაშინ, როდესაც საქველმოქმედო ორგანიზაციაში დახმარების სათხოვნელად მივიდა. ჩვენ ფონდში სულ რიცხავდით ბავშვის თანხებსო და მაგის მერე მივხვდი, რომ მარიამის თანხები არის მითვისებული და ბავშვი არის გამოყენებული. მეშინია იმის, რომ ისე გვიან მოხდება ამ საქმის გამოძიება, რომ უკვე უბრალოდ აზრი არ ექნება მე აყვედრის მარიამს იმ თანხას, რომელიც რეალურად ხალხმა ჩარიცხა და არა ვიოლეტას ჯიბიდან წამოვიდა ეს თანხა. 1 წლის მარიამის დედა შვილის გადასარჩენად სამაჯურებს და ყელსაბამებს ამზადებს და ყიდის. ახლა ყვება, რომ გარეთ გასვლისაც ეშინია. დარწმუნებულია, რომ მუქარის შემცველი ზარების უკან დედების ფონდის დამფუძნებელი ვიოლეტა ჩიმჩიური დგას. ახალგაზრდა ქალის თქმით, ბენეფიციარების დასახმარებლად შემოსული ფულის დიდი ნაწილი ადრესატამდე არ მიდის. დაუკავშირდნენ ჩემს ახლობლებსაც და მათ უთხრეს, რომ დედებუდიანად გადამწვავენ, რაღაცა საშინელებებს დამიშავებენ, თუ პოსტებს არ ავიღებ და თუ ვიოლეტას ბოდიშს არ მოვხდი. და მე ბოდიშს არ მოვიხდი, იმიტომ რომ არაფერი მე არ დამიშავებია, ვითხოვ უბრალოდ სიმართლეს, ელემენტარული ვითხოვ ამონაწერს. თუ მას დასამალი არაფერი არ აქვს, მაშინ რატო გვემუქრება? კრიმინალურ ავტორიტეტებს არ ხშირად იყენებთ ხოლმე, რომ დააშინოთ ბენეფიციარების ოჯახის წევრები. კონკრეტული ინფორმაცია გაქვთ რომელიმე კრიმინალურ რა ვიცი რას გულისხმობთ. სიცოცხლის ხელყოფის მუქარით რეკავენ ბენეფიციარების მშობლებს. დარწმუნებული ხართ? კი. შეგიძლია მაჩვენოთ? კი. კი, მაჩვენეთ. ეს ვიოლეტა ჩიმჩიურია, დედების ფონდის დამფუძნებელი და დირექტორი. საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ქალბატონი მდიდრული ცხოვრებით. ქალბატონი ვიოლეტა აზიური ვოიაჟიდან რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა. ახლა მისივე თხოვნით მასთან ერთად სიცოცხლის ხელყოფის მცდელობის შემცველ შეტყობინებას ვისმენთ. თუმცა დედათა ფონდის ხელმძღვანელს ეს მუქარა საერთოდ არ ისმის. ბოდიშის მოხდა სიკვდილი გირჩევნია. რა? ბოდიშის მოხდა სიკვდილი გირჩევნია. და მუქარა სად არის? სიცოცხლის ხელყოფის მუქარა არ არის სიკვდილი გირჩევნიათ თუ ბოდიშის არა, ეს ქალბატონი იძახს, რომ ბოდიშის მოხდა სიკვდილი მირჩევნიაო და ბატონმა უთხრა ბოდიშის მოხდა სიკვდილი გირჩევნიაო ადამიანს. რატო არ ეკინებ კრიმინალებს ქალბატონო ვიოლეტა? გამაგებინეთ. თქვენ ხართ ამაში დარწმუნებული? თქვენ გამო ადამიანს ეუბნება, რომ ბოდიში უნდა მოიხადოს. საკუთარი ნაცვლად ბოდიში მოსახდელი არა. ჯერ ეგ ადამიანი არ ვიცი საერთოდ ვინ ამარა, ბოდიში მოსახდელი არა აქვს. მარიამის დედა ერთადერთი არ არის, ვინც დედების ფონდის ფინანსური დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს. ვიოლეტა ჩიმჩიურის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტები სოციალურ ქსელში აღმოვაჩინეთ. ბენეფიციარების მშობლები დედების ფონდის დამფუძნებელს თაღლითობაში და გაჭირვებული ხალხის თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ.
შვილებს იყენებენ იმის გამო, რომ ეს იყოს მათი შემოსავლის წყარო და ამის გამო, ანუ ჩვენ უნდა დავისაჯოთ, ჩვენ მზად ვართ პასუხისმგებლობა ავიღოთ საკუთარ თავზე. ამიტომ იხმართ კრიმინალურ ავტორიტეტებს, რობოდის შეbiahtavინათ ადამიანებს. კითხვებს ნუსვამთ, ძალიან გთხოვთ. ლანა ხარებავა მუქარი შემცველი სატელეფონო ზარის შესახებ განცხადება პოლიციაში მიიტანა. პოლიციელებთან გასაუბრებისას მან სამართალდამცველებს მოძალადე კაცის სავარაუდო დამკვეთის ვიოლეტა ჩიმჩიურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. შეშემო პირის დედა სამართალდამცველებს თხოვს დაადგინონ პირის ვინაობა, ვინც მას მკვლელობით დაემუქრა. როდის მოხდება ჩიმჩიურის დაბარება მეორე სამართალოში, დედა და ფონდის დამფუძნებლის დაბარება. დედა და ფონდზე რომ მითხრათ, აი როდის დააფუძნეთ და რა საქმეა? 2016 წელში. მანამდე რა საქმეა ქალთა ვიოლეტა? ეს არასამეწარმეო იურიდიული პირი დედების ფონდი 2016 წელს დაფუძნდა. სადამფუძნებლო დოკუმენტში ჩანს, რომ ფონდს გამგეობის 3 წევრთან ერთად ვიოლეტა ჩიმჩიური მართავს, რომელიც ფონდის გამგეობის თავმჯდომარეა. 2016 წლის მონაცემებით ჩიმჩიური უკონელია და მის სახელზე არც ერთი უძრავი ქონება არ ფიქსირდება. არც ერთი უძრავი ქონება არ ფიქსირდება 2016 წლამდე თქვენ სახელზე. ბოლო ერთ წელში 2 უძრავი ქონებაც დაიმატეთ. ანუ როგორ მოახერხეთ ამდენი უძრავი ქონების შეკუჩება ერთდროულად ბოლო რამდენიმე წელში? როგორ გამდიდრდით? დედების ფონდმა დაფუძნების დღიდან დღემდე ტრანსფორმაცია განიცადა და მას გამგეობის წევრები აღარ მართავენ. საჯარო რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით მისი ერთპიროვნული მმართველი ის ქალია, რომელიც ფონდის დაფუძნების შემდეგ გამდიდრდა. ვიოლეტა ჩიმჩიურის სახელზე ფონდის დაფუძნების შემდეგ არაერთი ქონება გაჩნდა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარედ ჩალიპირების უბანში 831 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი დედების ფონდის დამფუძნებელმა 2024 წლის ოქტომბერში იყიდა. რამდენიმე თვით ადრე 2024 წლის 28 თებერვალს ვიოლეტა ჩიმჩიურმა იყიდა 109 კვადრატული მეტრი ბინა დიღომში, ამერიკის საელჩოსთან. 2020 წლის 15 დეკემბერს არის შეძენილი დედების ფონდის დამფუძნებლის მიერ აპარტამენტი ბაკურიანში. 2025 წლის 22 აგვისტოს კი კერძო სახლი წნორში. უძრავი ქონება როგორ შეაგრჩით ქალბატონ ვიოლეტა ბოლო პერიოდის განმავლობაში? რა ხელფასზე ცხოვრობთ? ყველაფერი მაინტერესებს, ხო შეიძლება? ხელმძღვანელი ბრძანდებით ამ არაჩვეულებრივი ფონდის რომ გავიგოთ, თუ არ არის პრობლემა, თუ არ შეგაწუხებთ? რა ვიცი, მე ვთვლი, რომ ანუ მე არ ვარ ვალდებული ამ დეტალურ ინფორმაციაზე პასუხი გაგცეთ. ამ კითხვებზე პასუხებს ვიოლეტა ჩიმჩიურისგან ის ბენეფიციარები ითხოვენ, ვისი შვილების დახმარების მოტივითაც დედების ფონდმა განცხადებები განათავსა. მათ ეჭვი აქვთ, რომ თანხის ნაწილი მისცა მშობლებს, ხოლო შემოსავლის დიდი ნაწილი თავისთვის დაიტოვა. მათ შორისაა 32 წლის დიაც. ახალგაზრდა ქალის 2 წლის შვილს გულის მანკი აქვს. დედათა ფონდს ჯერ კიდევ მაშინ დაუკავშირდა, როდესაც ჩვილი გადაუდებელ ოპერაციას იკეთებდა. მივმართე დედების ფონდს ბავშვის დახმარების თაობაზე, რადგან ბავშვი მეწვარი ანიმაციურ განყოფილებაში. ხელშეკრულება გამიფორმეს ადგილზევე, მაგრამ ეს ხელშეკრულება არ იყო გაფორმებული. ქალი ამბობს, რომ მხოლოდ სიტყვიერი შეთანხმების მიხედვით დედათა ფონდს მისი შვილის ვიდეოები საქველმოქმედო ორგანიზაციის სოციალურ ქსელში მხოლოდ 2 კვირის განმავლობაში უნდა განეთავსებინა. თუმცა განთავსების ვადა დიდი ხანია ამოიწურა. ბავშვის ვიდეოებს კი ფონდი ნებართვის გარეშე პერიოდულად დაუკითხავად აქვეყნებს და რის შემდეგაც დამატებითი ჩარიცხვები ხდება. ძალიან ბევრ თანხაზეა ლაპარაკეს, მარტო 15000-ზე არა, რადგან 2 დღის მერე ჩემით დავდე პოსტი და ბავშვის 36000 2 დღეში დავფარე. აი, ზღაპარია რომ ფონდმა ამდენი თანხა შეუვიდა და მხოლოდ 400 ლარი დამივიწყა. ეს 400 ლარი მარტო კვების ფული არ არის ბავშვის რეანიმაციაში. სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკის გამო დიას ვიოლეტამ ცილისწამებისათვის უჩივლა. ამის შემდეგ გულის მანკით დაავადებული ბავშვის ემიგრანტ ბებიასთან კი უცხო მამაკაცმა დაშინების მოტივით არაერთხელ დარეკა. რომ ახალგაზრდა ქალს, რომელსაც მძიმე დიაგნოზის 2 წლის შვილი ყავს, დედების ფონდის წინააღმდეგ ხმა არ უნდა ამოეხო. უცხო ნომერი იყო, როგორც ფიქსირდებოდა საბერძნეთის კოდით და უთხრეს ესეთი რაღაც, რომ შეეშვას აი ამ ბავშვ თამაშებს, აი ამ თანხასთან დაკავშირებით, რადგან ჩვენ ვართ მართლები, აი ესეთი მსგავსი ის იყო და წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ გეზდებათ შვილიშვილები. შეიძლება მოხდეს რამე. აი იქიდან ეს ჩამოდის წყალი, ტბადგება და მივწევთ ხოლმე და ესე მიყუშდებით ერთად მე და შვილები და ესე წევართ. ეს უკვე სოფიკო ფარცხვანია ზუგდიდიდან.
45 წლის ქალმა დედათა ფონდს 8 თვის წინ მიმართა დასახმარებლად. ნათესავი სახლში, სადაც 3 მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს, წლებია ისე წვიმს, როგორც გარეთ. უსახსრობის გამო მრავალშვილიანი დედა მცირეწლოვნებისათვის ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შექმნასაც ვერ ახერხებს. მეგობრებმა ურჩიეს, რომ დახმარების მიზნით დედათა ფონდისთვის მიემართა. მეგონა რახან დედების ფონდი იყო ამ სამშვილიანი დედის გასაჭირს მიიტანდნენ გულთან. ერთადერთი ბავშვები თხოვდნენ სახურავი გადაეხურათ და არ გვაწვიმდესო. დედების ფონდის გვერდზე განთავსებული გაჭირვებული ოჯახის ვიდეოს 100,000-ობით ნახვა ჰქონდა. სოფიკო იხსენებს, რომ სოფლის ყველა მცხოვრები ოჯახში მათთან მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ თანხას ოჯახის დასახმარებლად ფონდის ანგარიშზე რიცხავდნენ. თუმცა ორ თვეში ოჯახს ორგანიზაციიდან დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ 800 ლარზე მეტი არ შეგროვდა. 3 შვილის დედას ეჭვი აქვს, რომ მისი ოჯახის კუთვნილი ფული ფონდმა მიითვისა. სამწუხაროდ ის შარიცხული თანხები ფონდმა ჩვენამდე ვერ მოიტანა. მე მართლა ძალიან მწვენია, რომ ესეთ ფონდს მივმართე. ამის გამო მივმართე. როგორც კი ფონდის კეთილსინდისიერ საქმიანობასთან დაკავშირებით კითხვების დასმა საჯაროდ დაიწყო, სოფიკო ამბობს, რომ აქეთ დაემუქრნენ. მე რომ უკმაყოფილება გამოვთქვი ამ 800 ლარზე, მე ვიოლეტა ეგრე მიპასუხა, რომ მე ვუთხარი გიჩივლებთ, საჩივარ შევიტან. ვიოლეტა მიპასუხა, რაც გინდათ, ისქენიც უფეხებზე მკიდია. ძვირადღირებული მანქანებით იყვნენ მოსულები. ისეთ ძვირადღირებული ტელეფონები, ბოლო მოდელის ტელეფონები, მართლა სირცხვილია. ერთმა დედამ მითხრა ესეთი რამე, ამათ მფარველობენ და ჩვენ ვერაფერს ვერ გავალთ. ჩვენ დავინტერესდით. როდესაც ბენეფიციართან ფორმდება შეთანხმება, რომ დედების ფონდი მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბავშვის ვიდეოს, მაგალითად, 2 კვირის განმავლობაში განათავსებს სოციალურ ქსელში, სად მიდის ფული, როდესაც ხალხი ამ ბავშვისთვის ამ ვადის ამოწურვის შემდეგ რიცხავს. შემთხვევაში თუ ბენეფიციარის სახელზე რიცხავენ თანხას მომდევნო დღეების განმავლობაში, ეს ფული სად მიდის? ეს ფული რჩება ფონდში. ანუ ბენეფიციარის ოჯახის წევრებთან არ მიდის ეს ფული? არა. რატომ? იმიტომ რომ ფონდი ეგრე უსასრულოდ შეიძლება რომ გაგრძელდეს აი მსგავსი ის ჩვენ სხვა მომლოდინე ძალიან ბევრი ბენეფიციარი, რომელზეც შემდეგ ვახორციელებთ მუშაობას. ქალბატონო ვიოლეტა ვიოლეტა ჩიმჩიურთან ამ ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ ჩვენ აღმობაჩინეთ, რომ უძრავი ქონება გადაფორმდა მისი მამის და ძმის სახელზე. ეს სახლი დიღომში, ლევან რჩეულიშვილის ქუჩაზე, ვიოლეტა ჩიმჩიურის მამის, გურამ ჩიმჩიურის სახელზეა გაფორმებული. 452 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და 355 კვადრატული მეტრი სახლი. გურამ ჩიმჩიურმა დედების ფონდის დაფუძნებიდან 6 წელში, 2021 წელს შეიძინა. მანამდე თბილისში გურამ ჩიმჩიური მხოლოდ მუხიანში მდებარე ბინას ფლობდა. ირკვევა, რომ ვიოლეტა ჩიმჩიური აქ ცხოვრობს. მეზობლად, მის საკუთრებაში არსებულ მიწის ფართობზე კი 2 სართულიანი სახლის მშენებლობა სრულდება. მუშებს დედათა ფონდის დამფუძნებელი თვალად არ უნახავთ. სახლს ვიოლეტას მამა და ძმა უშენებს. ქალბატონი ვიოლეტას ოჯახის წევრები სად მუშაობენ? ბატონი გურამი და ბატონი გიორგი სად არიან დასაქმებულები? თანხას ვინ გიხდით, ბატონი გურამი თუ ბატონი გიორგი? დედების ფონდის მფლობელის ვიოლეტა ჩიმჩიურის ძმის, გიორგი ჩიმჩიურის სახელზე გაფორმდა ბინა გობრონიძის ქუჩაზე, ბინა ლუბლიანას ქუჩაზე, 2 მიწის ნაკვეთი მცხეთაში და აპარტამენტი ბათუმში. ჩვენ დავინტერესდით, სად არიან დასაქმებულები ვიოლეტა ჩიმჩიურის ოჯახის წევრები, რაც ასეთი შენაძენის გაკეთების საშუალებას მისცემთ. ვიოლეტა ჩიმჩიურს დამატებით დასმული კითხვები ოჯახის წევრების შემოსავლებზე არ მოსწონს. ეს სახლი, რომელიც მამა თქვენზეა გაფორმებული, თქვენია, ხო, სინამდვილეში? რა გინდათ ქალბატონო? არა, უბრალოდ მაინტერესებს, მამა თქვენმა როგორ შეძლო ესეთი ლამაზი სახლის აშენება და თქვენს პარალელურ ქუჩაზე სახლს იშენებთ და რის ხარჯზე, ქალბატონო ვიოლეტა? ანუ ეს რომ მითხრათ, ხო შეგიძლიათ? პირდაპირ ხელს ვადებ დედების ფონდს. სოციალურ ქსელით ჩვენ მივაგენით ისეთ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში არ ცხოვრობენ, თუმცა ეჭვი აქვთ, რომ დედების ფონდი ხალხის მიერ დასახმარებლად გადარიცხულ თანხას არაკეთილსინდისიერად განკარგავს. სოფო ბასილაშვილი საფრანგეთიდან ერთ-ერთი ასეთი საეჭვო გარემოების შესახებ ყვება. გოგომ წერს ჩემი ოჯახის წევრის ფოტო დადესო
ანგარიშო დაადესო თავიანთიო, ეთყობა გამოელიათ ბენეფიციარები. თან რაც შემოდის თვითონ ანაწილებენ, ვის რამდენი დაურიცხონ. მიჭკუაზე რა, როგორც უნდა ზუსტად ისე აქვს ყველაფერი გემრიელად გაკეთებული. დედების ფონდის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აქვს სხვა ემიგრანტებსაც. ხშირად სწორედ ისინი რიცხავენ თანხებს ქველმოქმედების სახელით დაფუძნებულ ორგანიზაციაში. თუმცა ამ დრომდე დაუდგენელია, მიდის თუ არა დახმარება დანიშნულების ადგილამდე.